გამარჯობა მეგობრებო, მე ვარ მარი ბეკლარიშვილი, მუსიკოსი და ბიოენერგოკორექტორი, 40 წლიანი გამოცდილებით. თუ გახსოვთ, ჩვენ გქონდა ადრე შეხვედრები ამ საკითხთან დაკავშირებით, როგორ მართვათ ენერგიები, რა არის აღმოსავლური მედიცინა, მაგრამ მაშინ რაღაცნაირად იცით, შევატყვე, რომ საზოგადოება არ იყო იმდენად დარწმუნებული იმაში, რომ ყველაფერი ენერგიაა, თუნდაც ჩვენი აზრები, ჩვენი ემოციები, თუნდაც სიმშვიდე და ამ ბოლო დროს უფრო მეტად არის ამაზე საუბარი. პირდაპირ შემოტევა არის ინტერნეტ სივრცეში, წიგნებში, გადაცემებში, რომ ყველაფერი ენერგია, ჩვენც ენერგია ვართ და ამისი ანგარიშის არ გაწევა უბრალოდ დამაზიანებელია ჩვენი ჯანმრთელობისთვისაც და ზოგადად ცხოვრების წესისთვის. ამიტომ გადავწყვიტე, რომ ისე განვახლო ამისთან დაკავშირებით ჩვენი შეხვედრები და დაგეხმაროთ იმაში, რომ ერთად გავიაზროთ რა არის ჩვენი ფიზიკური მდგომარეობა ყოველდღიურად. აი მაგალითად, მივიძებთ დილას და ვართ გამოუძინებელი, ვართ დახრილი. მტკივა თავი გვაქვს შეშუპება. ხო არის ესეთი შემთხვევები ძალიან ხშირად არის. ეხლა ეს რას ნიშნავს ძირითადად, რომ ჩვენ ღამე არ დავიძინეთ მაგალითად 10 საათს, როდესაც მთელი ორგანიზმის ყველაზე მთავარი ორგანო ეს არის გული გოტორი და სამაგი გამთბობი ქვია, იცინებენ ამ დროს და ჩვენ ამ დროს ვაჯანჯღარებთ მას და არ ვაძლევთ დაძინების საშუალებას. რაც მთავარია, ტვინი ამ დროს ფილტრავს იმ ინფორმაციას, რომელიც ჩვენ მივიღეთ. ანუ ტოვებს დადებით და უარყოფით ცდილობს უარყოფითი გამოდევას. და ჩვენ ამაში ყველაფერში ხელი შევუშალეთ. ან მივიღეთ ბევრი სითხე. ან 2 საათით ადრე, მაგალითად 8 საათზე თუ 10-ზე წვევით, 8-ზე მივირთვით რაღაცა მსუყე საკვები. და ვერც ირკმელმა, ვერც გულმა ვერ მოასწრო მისი გადამუშავება, ვერც ტვინმა ვერ იფიქრა იმის შესახებ, რომ უნდა დაიძინოს და ახლა აღარ არის უკვე საკვების გადამუშავების დრო. ან გვეჭირა ტელეფონი და ვსკროლავდით, ან ფილმს უყურებდით ისეთი ინფორმაციის შემცველს, რომ უბრალოდ შეაშფოთად ჩვენი ყველა ნერვიული დაბოლოება, სისტემაზე აღარ არის ლაპარაკი და რა თქმა უნდა, დილას გავევეცეთ აი ესეთი თაიგულით, რასაც ქვია გადაუმუშავებელი საკვები, ინფორმაცია და ენერგეტიკის გადანაწილება, არასწორი. გამიგეთ, ესე იგი, თუ სადმე დაგროვება ხდება ენერგიის, ან უკმარისობაა, ეს ყველაფერი დისბალანსს გვაძლევს. ეხლა რა უნდა ვქნათ, როდესაც გავევეცეთ და ვტკივა თავი. ძირითადად თავის ტკივილის ადგილები არის აი აქ, წარბების დასაწყისში. პირველი, რასაც გირჩევთ. აქედან უნდა გადავიტანოთ აი ესეთი მოძრაობით, აქ ჩაღრმავებაა თუ იპოვეთ მას, აი ესეთი მოძრაობით უნდა გადავიტანოთ ჯერ საფრთხლებისკენ. მერე რას გირჩევთ? ხო, ამას ხშირად გააკეთებთ, იმიტომ რომ აქ რა თქმა უნდა იქნება ტკივილი აუცილებლად, მაგრამ არ უნდა შეგვიშინდეს, იმიტომ რომ ეს ტკივილი მისი მანიშნებელია, რომ აქ დაგროვილია მთელი აი ამ სისტემის, ეს გამჭოლი ნერვი ქვია, აი ამ ნერვის მიერ საინფორმაციო, ასე ვთქვათ, ნაგავი დაგროვილია. ეს შეიძლება იყოს მაღალი წნევის მიზეზი სხვადასხვა. აი ამას გადავრეცხავთ, ასე ვთქვათ. წარმოვიდგინოთ, რომ ეს არის მატერიალური სუბსტანცია, ეს ენერგია რა თქმა უნდა და გადავიყვანეთ საფრთხლებისკენ. შემდგომ გირჩევთ იმას, რომ ფრჩხილის ზედაპირებით, არა თითებით, იმიტომ თითებს ვიჭერთ მოძებნა ყოველთვის თითის ბალიშებს, უფრო კარგად ჩვენ გამოცდილების მიხედვით. მოძებნის ამას თითის ფრჩხილის ზედაპირი ფიფიკა, ოღონდ ყოველგვარი ესეთი ფანატიზმის და ზედმეტყველების გარეშე, აი როგორმე ვიპოვოთ ეს ტკივილის ზონა, ამას თქვენს გარდა ვერავინ ვერ გაკეთებს ისე როგორც თქვენ. მოძებნეთ ეს ტკივილის ზონები,
დაიმუშავეთ. ნელ-ნელა ნახავთ, რომ ტკივილი ძნება. პირდაპირ გაგებნება და მიდის. შემდგომი ზონა არის 4 თითის დადება. აი ძვლიდან ორს უკანა ძვალი რომ არის, ხო? აი აქედან უკან ჩაღრმავება იპოვეთ. და ისევ თითის აი ამ ფირფიტებით რჩხილის პროფესორად კარგად დააწექით, ისე რომ ძალიან არ გეტკინოთ და დაიმუშავეთ ეს ადგილები, აქაც დაადნეთ ტკივილი. და დამიჯერეთ, რომ თუ კი ძნება იყო, თუ კი რაღაცა დისკომფორტი იყო, ტკივილის სახით, სიმძიმის სახით და თითქოს აი თვალებსაც რო არ უნდა გახევა და რაღაც სიმძიმე აწეს. ეს ყველაფერი იხსნება. შემდეგ შეგიძლიათ აი ეს შუა ნაწილები, აი ესე გადაიტანოთ აქედან ენერგია და ამას ქვია აღმოსავლეთში კიდევ დრაკონი ვარცხნის თავს. აი ეს ქვია. აი ფრჩხილებით გადაიტანოთ უკან და აი ამ ჩაღრმავებაში უკან რომ არის აი ამ ორ ძვალს შორის ხო არის, აი იქამდე მიიყვანოთ. 8-8 რომ გაიკეთოთ ეს გადანაწილება. და ნახავთ, როგორ გაგეხილებათ თვალები, როგორც ამოისუნთქებთ შვებით, თუ სუნთქვის ვარჯიშებსაც გააკეთეთ, ძალიან კარგი იქნება. ამაზე შემდგომ ვიდეოში მექნება უფრო მეტი აქცენტით საუბარი სუნთქვის ვარჯიშებზე, იმიტომ რომ სუნთქვას შეუძლია რაღაც სასწაულების მოხდენა. როგორც ჩასუნთქვას, ისე შეკავებას, ისე ამოსუნთქვას და ამოსუნთქვის შემდგომ შეკავებას. აი ეს იქნება შემდგომი ჩვენი ვიდეოს თემა. და დამიჯერეთ, რომ ენერგიების კორექციას ძალიან თავისუფლად და ძალიან მარტივად შეძლებ და ვერ წარმოგიდგენიათ იმდენად დიდი ძალა გექნებათ, იმდენად დიდი ინსტრუმენტი გექნებათ ხელში, თუ თქვენ ამას ისწავლეთ და დაარეგულირებთ. არანაირი ზედმეტი მოშვებულობა, არანაირი ზედმეტი სიფიცხე თქვენ აღარ გემუქრებათ, იმიტომ რომ თქვენ თვითონ შეძლებთ აი უბრალოდ დანახვას ზედმეტი ენერგიის და ნაკლები ენერგიისაც. აი დანახვას შეძლებთ უბრალოდ. რა თქმა უნდა, ეს შიდა ხედვასია საუბარი და შეგრძნებას შეძლებთ, რომ აი თითქოს რაღაცა ჯადოსნური ჯოხით თქვენ ამას არეგულირებთ, ზედმეტს გამოდევნით და თუ გაყლიათ ენერგია, იმას დაიგროვებთ და აიღებთ სამყაროდან იმდენს, რამდენიც საჭირო იქნება თქვენი ორგანიზმისთვის და თქვენი სულიერებისთვის. ახლა დაგემშვიდობებით, თუ თქვენ დაგაინტერესებთ ეს საკითხები, გამოიწერეთ გვერდი და შევხვდეთ ხოლმე. დიდი მადლობა.